რადიკალური ოპოზიციისა და NGO სექტორის აქტიური მხარდამჭერი პროფესიით ჟურნალისტი და კონფლიქტების ანალიტიკოსი კავკასიის რეგიონში ოლესია ვართანიანი, რომელიც ხშირად გამოირჩევა საქართველოს ხელისუფლებისადმი უსაფუძვლო კრიტიკით და აქტიურად აზიარებს ფოტო-ვიდეო მასალას ძალადობრივი საპროტესტო აქციებიდან. ამჯერად საქართველოს საწინააღმდეგო გზავნილებით ვაშინგტონში ჰელსინკის კომისიის სხდომაზე გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ რადიკალების მხარდამჭერი ვართანიანი ასევე 26 ოქტომბრის არჩევნებზე ნაცოპოზიციის მოკავშირე საიას დამკვირვებელი იყო. რატომ აკეთებს ვართანიანი საქართველოს წინააღმდეგ აბსურდულ განცხადებებს? მისი საქმიანობებიდან გამომდინარე კიდევ უფრო ნათელი ხდება. ვართანიანმა ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვა ამჯერად ჰელსინკის კომისიაში სცადა. საქართველოს სომხეთის მოქალაქემ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებას ხდომაზე მაშინ გააკეთა, როდესაც კონგრესმენმა ენდი ჰარისმა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაში სომხეთი დაადანაშაულა, რაზეც ვართანიანმა სომხეთის ნაცვლად საქართველოსზე ისაუბრა. რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერმა ვართანიანმა საკითხი ისე წარმოაჩინა, თითქოს დასავლელი დიპლომატები საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში ადანაშაულებენ. როდესაც ვიზიტით ვიყავით, იყო ცნობები, რომ აზერბაიჯანი ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, განსაკუთრებით კი ენერგიის გადინებაზე რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით. თუმცა, ასევე არის ცნობები, რომ იგივე ხდება სომხეთშიც, რომ იგი ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში. მე მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვმუშაობ და როგორც წესი, დასავლეთ მაღალჩინოსნებთან და დიპლომატებთან ამ საკითხის განხილვისას არა სომხეთზე, არამედ საქართველოსია საუბარი. ვართანიანის ბრალდებები, რომ აბსურდული და უსაფუძვლოა, ამას საქართველოში წელიწად ნახევრის წინ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდო სალივანის ხელმძღვანელობით საერთაშორისო სანქციებზე მომუშავე ჯგუფის ვიზიტი ადასტურებს. ვიზიტის ფარგლებში ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოში არ დადასტურებულა სანქციების გვერდის ავლაში რუსეთისთვის დახმარების არც ერთი ფაქტი და ამისთვის საქართველოს საბაჟო სამსახურები ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით კარგად არიან აღჭურვილები. ოლესია ვართანიანი სრულ ბრალდებები არ უყვირთ მმართველ გუნდში, რადგან საპარლამენტო უმრავლესობისთვის რადიკალების მხარდამჭერი ექსპერტის განცხადება მორიგი ანტიქართული ნაბიჯია. სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში არ ეხმარება, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც ადასტურებენ. აბსოლუტურად უტიფრად, უნამუსოდ, ხეპრულად გამოდის ვინმე ოლესია ვარტანიანი და აკეთებს მოხსენებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ ეხება სომხეთს და საქართველოა დაბდაშავე ესეთ გადაცდომაში, რასაც ქვია რუსეთისათვის ხელშეწყობა სანქციების გვერდის ავლის საქმეში. ეს მოხდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ და სომხეთ შორის რაიმე ურთიერთობები ამეთი არის დაზიანებული. პირიქით, ჩვენი ურთიერთობები, როგორც იყო მეგობრული, ასევე რჩება, მაგრამ ადამიანები არსებობენ, რომელიც განზრახ მრავალი მიმართულებით თესავენ ამ ბოროტებას. ერთი რომ თითქოს და საქართველოს და სომხეთის დაპირისპირებას ახდენს და მეორე სრულ სიცრუეს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ იქცევა საქართველო. ესეც არის ტყუილი და დეზინფორმაცია, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების არ დაცვას, ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას, რადგან ყველას კარგად გვახსოვს მართლა იმ სახელმწიფოების წარმომადგენლების ვიზიტი, ვინც რეალურად დაუწესეს ევროკავშირის, ბრიტანეთის, ამერიკის ბატონი ობრაიანის ვიზიტი საქართველოში, სადაც მათ შეხვედრა მადლიერებით დაიწყეს სწორედ იმიტომ, რომ საქართველო აბსოლუტურად იცავს სრულად ყველავი საერთაშორისო სანქციას, რომელიც აქვს დაწესებული რუსეთს. შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩვენ ორმხრივად არ დაუწესეთ სანქციები რუსეთს, სწორედ იმიტომ, რომ არ ჩამოშლილი იყო ჩვენი ეკონომიკა, არ დაზარალებული იყო ბიზნესი, ჩვენი მოქალაქეები, მათი ინტერესები, მაგრამ ჩვენ სრულად ვართ მიერთებული საერთაშორისო სანქციებს და სრულად ვიცავთ და ჩვენი პარტნიორებისგან არც ერთი საყვედური ამ თვალსაზრისით არ მოგვისმენია. კონგრესში გაკეთებული განცხადება არის მიზანმიმართული მავნებლური კამპანია, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და არის გამიზნული იმისკენ, რომ დააზიანოს ის რეალური სიტუაცია, რომლითაც მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო აბსოლუტურად აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ
არ იყოს რაიმე სახით ხელშეწყობა, რომ რუსეთმა დაწესებული სანქციები თავიდან აირიდოს, სომხეთის წარმომადგენლის ეს განცხადება არის მიზანმიმართული მავნებლური კამპანია და სხვა არაფერი. საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანება ახალი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და კონგრესმენი ჯო ვილსონი საქართველოს ხელისუფლებას ირანთან კავშირებში ადანაშაულებს. ამ ყველაფრის ფონზე კი ამერიკას სტრატეგიულ პარტნიორობას იმ ქვეყანასთან აფორმებს, რომლის პრეზიდენტიც ირანის ხელისუფლებასთან მჭიდრო კონტაქტშია. გასულ წელს ნიკოლ ფაშინიანი ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანსის გასვენებაში ირანში ჩავიდა. 30 ივნისს კი ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. მეტიც, გარდა ირანთან კავშირისა, სომხეთის თავდაცვის მინისტრი ღიად საუბრობს, რომ სომხეთს რუსეთის ფედერაციასთან სტრატეგიული პარტნიორობა გააჩნია. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის ბაიდენის ადმინისტრაციის ეს გადაწყვეტილება ორმაგი სტანდარტისა და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. სომხეთთან ამერიკის შეერთებული შტატების შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორობაზე მოხდა იმ ფონზე, როდესაც სომხეთის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სტრატეგიული პარტნიორობა გააჩნია რუსეთის ფედერაციასთან. ეს ერთი საკითხი და მეორე არის იმ სტრუქტურების წევრი, სადაც რუსეთი დომინირებს და რეალურად ამას ორმაგ სტანდარტსაც ვერ დავარქმევთ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებს ისე, რაც არაერთხელ გვითქვამს, როგორც მის ინტერესებს შეესაბამება. როდესაც საქართველოს, რომელიც არ იმსახურებს არანაირ კრიტიკას და მით უმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აი ესეთ მდგომარეობაში რასაკვირველია ეს საკმაოდ სერიოზულ უხერხულობას და გულდაწყვეტას იჩენს. ორმაგი სტანდარტები, რა თქმა უნდა, ჩვეული გახდა უკვე ზოგიერთი უცხოელი აქტორისთვის. აღარაფერს საუბრობ, რა თქმა უნდა, აქაურ არასამთავრობო სექტორზე და კოლექტიურ ნაცმოძრაობაზე. არა მხოლოდ ამ შემთხვევაში სომხეთ-ამერიკას შორის და იგივე თქვა ირანთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, მხოლოდ საქართველოსთან რო ხედავენ პრობლემას, მაშინ როდესაც თავის დროზე თავად სააკაშვილი იყო მათ შორის ვიზიტით ირანში და ამაში უცნაური არაფერი არ იყო. მე გეტყვით ასევე ჩინეთთან დაკავშირებულ ორმაგ სტანდარტებსაც, როდესაც შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმაც ბაიდენმაც მიიწვია ჩინეთის პრეზიდენტი და იყო იქ ხელის ჩამორთმევები და მეგობრობის ფიცი და ურთიერთობები და ასე შემდგომ ევროკავშირის დელეგაცია იყო ჩასული პეკინში და პირდაპირ შეხვდნენ იქ პრეზიდენტსა, იყო საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირთან ჩინეთს უნდა ქონდეს ძალიან კარგი ურთიერთობა და ასე შემდგომ, მაშინ როდესაც ჩვენ გვეუბნებია, რომ თურმე ჩინეთთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობა ეს ყოფილა კატასტროფა. მაშინ როდესაც ბაიდენის ადმინისტრაცია საქართველოს გაურკვეველი მიზეზებით სტრატეგიულ პარტნიორობას უჩერებს, სტრატეგიულ თანამშრომლობას იმ ქვეყანასთან იწყებს, რომელიც ეგრეთ წოდებული ოდეკაბეს, დსთ-სა და ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოების წევრია.